Jen hofniki გავწეხე. რომელი გადეხ? მზიაბებოს ფულით რო იყიდე? აუ ხო, ეგ სექტემბრის პენსიაზე რომ იყიდა. დედა როგორ ეწყინება ახლა რო გაიგებს, ჰა? თუ არ იტყვი ვერ გაიგებს. ვებშერიც რა არის მაგ ნაუშნიკი. გეგონოს ქალბატონო, ბებიაშენმა ისეთები იცის არც და გესიზბრება შენ. ჩემ ბავშვობაში რო გამოდიოდა ხოლმე გაზეთი გესტაფო. ისეთებს წერდა ხოლმე მან ბებიაშენი რომ თვეობით ლაპარაკობდა მერე ხალხი მაგაზე. ვა, მზიაბებო ბლოგერი ყოფილა. დედა როგორ მოვატყო ახლა ამ ნაუშნიკის ამბავი და როგორ ჩავხედო მზიაბებოს თვალებში, ჰა? მზითვების ვაზე რო გაუტეხით, ჩახედი აი ეგრე. ესე იგი მოსიარული არქივი ხარ, რა დაიმგვანე ბებიაშენს. რა ჯოს მზიაბებო, ვა, მე რა ვქნა ახლა. არა უშავს ახლა ცალიყურით მოусმინე, მაინც ერთ ყურს შეუშვებ და მეორეში გამოუშვებ და. მაგრამ იღაძავი ძალიან. რა ომარიკო, საით მიიძუწები? და ეზოში მიიპარება ეს ვაჟბატონი. თან დაუკითხავად. სად მიდიხარ ომარიკო? გეკითხა და გაგიშვებდი. გამიშვებ? შეხედე. კი ბატონო ჩაბრძანდი, მაგრამ ისე მუხლებით უნდა გადაიტყავო, მე შენ ზელონკას აღარ წაგისვამ. დავიღალე. ინგა შემოდი ლიადეიდა, კუხნეშია და გამოვამალე. ხო და გამოვდივარ მაღაზიიდან და ხელში რო ეს ცეხვი მეჭირა, გამომეკიდევს უშველებელი ძაღლი და მეკბინა ფეხზე. გაქცევა კი მინდოდა კაცო, მაგრამ ვერ გავხბოდი, ფეხები არ მემორჩილებოდა. ინგა რა შეგეთებ? უი, პრივეტ ლია, გოგო რა ვიცი ერთი რაღაც ცუდი სიზმარი ვნახე წუხელის და უნკანი მქონდა მოშებული წყალს უყვებოდი. ძალიან კარგია რომ მოუყევი, აღარა გიხდება. რა დაგესიზმრა? გახსენებაც აღარ მინდა რა. მაღაზიიდან მოვდიოდი და ძაღლი გამოექანა რაღაცა დიდი უშველებელი და მიკბინა ფეხზე. უი, ძაღლის ნაკბენი ცუდ ამბავს ნიშნავს ოჯახში. კაი ერთი. სიზმრის და ძაღლის გარეშეც არ მაკლია მეცუდი ამბები ამ ათხელში. მეც დამესიზმრა ერთხელ რომ ძაღლმა მიკბინა. მეორე დღეს ჩემ ქმარს ნაცნავში შეერჭო დანა და გარდაიცვალა. უი, რას ამბობ გოგო? აუ, ორივე მუხლი გადავეყლიპე. მაინც აგიხდე სიზმარი. წყალს კი მოუყევი, მაგრამ ალბათ მილი იყო გაჭედილი და არ წაიღო. ინგლისურის გამოცდაზე შევდივართ, teacher, გვისურვეთ good luck-ი. Good luck, girls. რა ჩვენ წელს ვიმეცადინეთ, არაფერს არ უნდა შეგეშინდეთ. აუ, მას მეც იმედიანად, რომ თავარია რომ ის სიტყვები შემხვდეს, რომელიც ვიცი. მარტო hello, goodbye და I like this boy იცი. მე ეჭვება ეგენი შეგხვდეს. Yeah, and one more thing, when you write an essay, make sure you write the right articles, okay? Yes, teacher, I already have enough experience. And I had enough zealousy. დედა რაღაცა ნამდვილად ცოდნია teacher. კი არა და მასწავლებელო. აი მე ნამდვილად რო კარგად იციან ინგა ყველაფერი, ჩემო კარგო, არაფერია სანერვიულო იმედიანად ვიყოთ. ერთ წუთი დამელოდი. Let's go. ძალიან მაგრე დავწერე გამოცდა, teacher. I knew it. აი თეკლაც მოდის. თეკლა, how did it go? რაკენი? აუ, მას ნახევარი ტესტის დაწერა მოვა ეს წარი მხოლოდ. მარტო ნახევარი ტესტი რანაირად დაწერი? აუ, ჩემ სექტორში მეშვიდე მერსეიდი და ძალიან მაგარი ტიპი. ტირელი დავიწყე, მეთქი დამამშვიდებს. მაგრამ დამკვირვებელმა ლამის გამაგდო. Oh no, she's gonna fail. ბესეთკი სასწავლო გავამაგდო ჩათიდან. ხო და რო დავადგები დღეს და ციოქს ავტეხავ, ნახოთ მე როგორ მოეწონებათ. ბაზარი არ არის, დღეს ეგენი იქნებიან ნახალოვკაში და პირდაპირ მან დავადგეთ. მეტროთი გავიდეთ. აუ, მეც წამოვალ მეტროში. აბა დაეტიე ეხლა მან. შემეტელი ბავშვი. მე მზადვარ თუ გინდა წავიდეთ უკვე. შემდეგი სადგური, სადგურის მოედანი. Next station, Station Square. აუ, ციგნის ბავშვი გაეძრებოდა. ხო და მამე. აუ, არა მაგ შემიშვი. იდი ნახო. გაიგონე რა მითხრა? ვაი, მე კაი გაანებე და ჩავდივართ უკვე. სადგურის მოედანი, გადასასვლელი საბურთალოს ხაზზე. Station Square, transfer to საბურთალო line. ხო და არასპრავედ ლივს იმენა ყველა ვარიანტში მოეთხოვება, გაიგე? აუ, ინები გაიჩი, მეჩი. სალამი, თუ გახსოვართ კიდე რა ვიაბა? ჩათდო რო გამაგდეთ დღეს. მე მგონი იცი რატომაც გავარდი შენ ჩათიდან და აღარ გინდა საცოდაობები.
ეს ვინ არის? ვინ მილაპარაკება? გოგო, ეგ არის თეკლა გურგენიძის ახალი დაქალი, ანანო. ეხლა უკვე გავაიასდეთ. ჩემ თავს თუ გიფსოკარდუნა თეკლა გირჩევნიათ, ბაზარი არ არის, მაგრამ ზურგს უკან ფურთხებებს არ ვარ, გაიგე? დავამთავრე. შემდეგი სადგური ახმედელის თეატრი. Next station ახმედელი თეატრი. ანასტასია, შენთან ავიდეთ ისევ? ხო, რა ჯერ ჩემთან ავიდეთ. თან ინგარაძიგებს გააკეთებდა. კიდე ის ციგანი ბავშვი გაეძრო. აწეთეთრი მამე. არა ბაქბეთდე, დამანები თავი. რა გააკეთა პროსტა. პროსტა რა პონჩი მიღალატა თუ მეტყვი? დაუწყნადები, გაიგე? და ხო იცოდი ეგეთი ბიჭი რო იყო, რაღაცა შეურიგდი. ძალიან დიდი ბოდიში იყო რა. და მე მგონი იქ იყავი რომ მითხრა, ჩემი პრინცესა იქნებიო. ანასტასია დედამ აბარა რომ მეზობლები შემიყარა უკვე და პრინცესა კი არა, ჯვარნიაშკა იქნებაო. ომარიკო გადიოთ ახდენ თორე სულს გეფიცები შენზე ვიყრით ჯავს, გაიგე? გოგო, ბავშვთან რაღა გინდა, დაწყნარდი ცოტა ეხა. დაუწყნარდი კი არა, ეხა რომ წავალ და თეკლა გურგენიძეს გავამეროდებ. ნახოთ მე როგორ მოეწონება ლექციებს. ანასტასიამ თქვა, თეკლა გურგენიძე უნდა გავამეროდავო. ვაიმე, ნათქვამი როა, ხო იცი, ნუ დაეცემი მტრის დონეზეო. დაივიწყე რა. всё, მე ვიცი ხარ ესეც გავაკეთებ. ხრაშუნეთა გემრიელი, კანჩები და პაფები. მეტი არაფერი მინდა შეინახე პაფები. ტვინი გამიხვიდა უკვე. რას აკეთებს ეს ბავშვი? რა ვიცი, დილიდან იძახის რეპერი ვარ და ჩართული აქ რაღაცა. ომარიკო, გამოდი ერთი წუთი აქეთ. რა გინდა, კიდე ტარაკანონა მომაკლევინო? ძალიან სერიოზული ლუკით ხარ წარმოდგენილი. რას რეპო მთელი დღეა? ზენატოსის ვიდეო შემხვდა და ამეკვია და. გინდათ გავრეპო? არა, არ არის საჭირო. იცი სასცენო სახელი შერჩეული გაქვს რეპერის? მაგალითად ლილ ომარ. რა ლილ ომარ კაცო რეპს იძახით ერთი რა. დედა ლილოში ვარ სასასვლელი დღეს, რა კაი გამახსენდა. ხო დაიტოვებ ბავშვს. უნივერსიტეტში მივიდი ვარ, ამე ბავშვება. პრეზენტაცია მაქვს ათქულიანი. დედა ანასტასია ხო ხარ ათოსანი უნივერსიტეტში? რა ათოსანი? შემეშვით რა. დაიცა მაშინ ლიას დაურეკავ იქნება დაიტოვოს ცოტა ხანი ბავშვი სანამ არ ვიქნებით. დედა რა ფასები აქვს. ხოლია იმგა მთელი დღე რაღაცას მღერის ეს ცოტა თავი ამტკივდა და წამალი სადგაკ. გოგო მანდდებს სარკის კამოდში, ხო? დედა ლია ისეთი ფარხატნი ფარდები ვიყიდე რომ რა ვიცი რომ მოვალ გაჩვენ. ხო, კაი. უკაცრავად ეს ჩუსტები რა ღირს? 20 ლარი ქალბატონი. 20. რვალარად არ გამოვა? რა რვალარი ქალბატონი მეცხრა დამრჩეს. კარგი, ერთი შენ გაყიდვარ გინოდეს მე დამაბრალე ახლა რა. ბავშვებო, ხიდან მკვდარი ჩიტი ჩამოვარდა. შევწვათ და ვიქეიფებთ. რა უნდა შეწვა შენ გიჟი ხო არა ხარ? სუნც ქავს კიდე. და ექიმს რო დაურეკოთ, შეიძლება ოპერაცია იყოს საჭირო. არ უნდა ეგლიზი, ექიმი ნემს დაარჭობს. იქით წავიყვანოთ და სიტფოში მოაკითხავს დედამისი. მომე რა, მე წამოვიყვან, მომე. გამომართვი. შკვეწლიანი ხელი მომკიდა. ხო და მაგას ვემხრობი ინგამეც რომ აუცილებლად. ლიზი, რას აკეთებთ მათ თქვენ? თინიკო დეიდა, ხიდან ჩამოვარ და ბარტყი და უნდა უშვეროთ. მაშვენ ერთი რა ბარტყი. დედა, არწივის არ იყოს შვილო, რამე შარში არ გაეხვეთ. ვიმე რა არწივი თინიკო. ომარიკო. დღეს ომარიკო 1 წლის გახდა. თვითონ ბავშვი კი არა, ჩვენი ვიდეოები. ღმერთო ასე მგონია რომ ჩემ ხელში გაიზარდა მეთქი, ეგეთი გზნობა მაქვს. ანა და მართლა ჩემ ხელში არის გაზრდილი. ღვანკეთში ჩვენთანა სოფელში. მე ცოტა გვიან შემოგიერთდით. სამაგერით მე ვარ უკვე აქ დიდი ხანია. ხო და იმას ვამბობდი რომ ეს ერთი წელი ისე მალე გავიდა ვერაფერი ვერ გავიგე. დამონა, როგორ ახარ გოგო? ვაიმე თედო არის. აქაც მომაგნო. ანასტასიას კლასელები ძალიან ბედნიერები ვართ ამ ყველაფრით. ეს თეკლა გურგენიძეა. უბრალოდ გიფსოკარდოში ჩასმული ავარიის მერ და ვერ ლაპარაკობს.
მარიკო, შენი კლასის მშობლები სად არიან? ჩვენც აქ ვართ, იმედია რომ არ დაგავიწყდით. ლელა, ძალიან სასიხარულოა. ხოდა ვიღებთ მოლოცვებს. აუჯი, ხელი გავიჭერი ძანით და ძალიან ბევრი სისხლი მომდის. ვაიმე მიშველეთ. ანასტასია ბინტი და ბამბა მოიტანე დროზე. მიდი. მაილა კი არა მოგატყუე. კეჩუპი დავირცხი ხელზე. აი დეგენერატი არ არის ახლა ეს, ჰა? დიდი ხანია მე მაგას ვამბობ. მე ვერთ აღარ გააკეთო ეგეთი რაღაცა. შენ ტელეფონი რეკავს. ალო. კარგით. დელია დეიდა იყო ცუდად ვარ გამომხედოს. ვაიმე წნევა იქნება ახლა მაგას მაღალი რა. წავალ გავხედავ მე. მოგატყუე, ვიღაც სხვა იყო ნომერი შეეშალა. სასიკვდილოდ რო დაგჭირდება დახმარება. მე აღარავინ აღარ გიშველის. თეთო როგორ იტყუება კაცო ხედავ მთელი დღე, ჰა? ტუალეტში ქაღალდი გამოილია. მოვალ ხო მოგაწვდი ეხლავე. კიდე იტყუება ეს მე მგონი. დღეს დილით იყო კაცო ქაღალდი და რა გამოლებდა ვერ გავიგე. აი ეგ მომატყუებს მე რა. არა ინგა შენი მოტყუება სად გაგონილა? უიმართლა უცილარი მჭირდება. გოგოებმა გაჭირვებულებს უნდა დაურიგოთ. უი რა კარგია თქვენ გაიხარეთ რა. აუ შემომაწვდის ვინმე ქაღალდს. დღეს ჩემი დაბადების დღეა. ვინ გახდა სრულწლოვანი? შენ გახდი შენ, მაგრამ რა გინდა ჭკუა მაინც არ მოგემატა და. და ვისთან უნდა მოვიდენ დღეს გოგოების სტუმრად? შენთან მოდიან, შენთან. და ჭურჭელს ვინ გარეცხავს? ეგ არის ჩამოშხამა ყველაფერი უკვე. და ჭორჭი ვინ უნდა ჭამოს? ინგა ეს ბავშვი მომაცილე დღეს. აი მოვიდნენ გოგოები. ანასტასია გილოცავთ ბებეჯა. ვა, მადარტის ტორტი გაჩრდით. დაიცა ჩავიფიქრო. ეგ არის. ანასტასია ისეთი სუნა მოგიყიდეთ, რომ შეიძლება ჭკუიდან შეიშალო. უი, სუნამოს მე წავიღებ. შენ ოთახში ანასტასია. ეს სათელი ვინ მოიფიქრა ვაფშე? არა ეს ტორტი იმენა საუკეთესოა. აბა შაშა რა იყო გამხმარი ტორტი უგემური. დედა ჩემის მაღაზიიდან იყო ეგ. კაი გოგოებო ვერთობით. აუ თიკო რომელი სიმღერა ჩართო იცი? He's a smooth up booty down. ეგ. კაი ხალხო რა დროს სიმღერა გავჭრათ რა მადარტის ტორტი. კაი მოდით სულ ყველა. თიკო სადაბადების დღე უჩართე. კაია. ტორტი სად არის? მე არ შემიჭამია. მაგარი პოსტები ეძრობა Facebook-ზე. პუტინ ხუილო. აბა გაემზადეთ ახლა დროულად, აქციაზე უნდა გავიდეთ აუცილებლად. აუდი, მოჭახილი-ხილებით ხო არ წამოვალ. პირიქით, მასე უნდა წამოხვიდე. იქნება ეცეს თვალი პუტინსაც და მოტყდეს. აქციაზე ხო ყვირიან ხოლმე რაღაცებს, ჩვენ რა ვიყო როც. რადა სლავა უკრაინი. უისე მიდი ჩაძახე მეორე სართულზე სლავა პაპას და უთხარი რომ აწი გავდივართ და გაემზადოს. იმენა მთელი სამეზობლო მოდის რა. კი, ბევრი მოდის ძალიან. დიახაც უნდა წამოვიდნენ. იადეიდა ჩუმოდის კაია. საჭმელებს წამოიღებთ. საჭმელები კი არა, სუფრეს გაგიშლის იქ. დამშეული ბავშვი. ინგა მემზად ვარ, ბლინჩიკებიც მომაქვს. პრიოსტა მაგიჟებს ეს ქარია. პრიოსტა შენი უსამართლო დედამ. ვიღაცა სოფელი მონატრებია ძალიან და გაატარებს ერთ კვირას. ისევ ორიანი დამიწერა ქართულმა საკონტროლოში. მესამედ. მე რა მოუხერხო გოგოს უკვე აღარ ვიცი რა. ერთი მასწავლებლოს უნდა დაურეკო პირადად. თავმასწავლებელო გამარჯობათ. ანასტასიის მშობელი ვარ. ხო, ეხლა რატო გაწუხებთ? ხაჯაო, ნიშანი მომიმეტა. 6 მიწერია. გაიჭრა როგორ ჩანს გინებამ. აბა შემოხვედით ბავშვებო ყველანი. გამარჯობა ნაჭამასწავლებელო. აბა დავიწყოთ გამრავლების ტაბულა. ომარიკო 4x5.
15. ერთი გამრავლების ტაბულა მიდისწავლე შვილო, ორიანი. შენი უსამართლო დედამო. Hello teacher, how are you? თქვენ როგორ გიკითხოთ? Today we have a little test to write, okay? Okay. I am tired, but Tekla is so ready for the test. Oh, really? მაშინ თეკლას ყველაზე რთულ ვარიანტს მივცემ. აი, გამიმართვი. გოგოშენ ნორმალური ხარ? ეგ იმის გამო რომ წეღან თავში ჩამაფერფლი სიგარეტი. გოგოებო, სანამ ტესტის წერას დავიწყებთ, let's have a little speaking exercise, okay? Okay, no problem. აბა თეკლა, describe your friend with 3 words, please. სამი სიტყვით დაახასიათე ანასტასია. Beautiful, smart, good. როგორი კარგი სიტყვები გაიმეტა. ისე დღეს რო არ არიან თამთა და თიკო, ძალიან ჩამორჩებიანი ცუდი გააფრთხილეთ რა. კარგი ანასტასია, do the same, please. Stupid, silly and horny all the time. თეკლა ეთახმები? Yes, I am. Okay, let's just begin the test. რა თქვა? სენდვიჩები ხوار კიდეთ გაგიკეთო. აუ კი, მას მე შევჭამ ერთ სენდვიჩს თუ შეიძლება. აუ ისე ძალიან მაგრა ვიბაძრე ხა? კი დაგლიჯე. ვინ გააკუა? თეთა, რეებს ამბობ, გოგო, თუ ხარ ნორმალური შენ? თვითონ აკუებს და მე ჩვენ გაბრალებს რაღაცეებს. დებილობების ლაპარაკს თუ არ მოეშვები, ისევ ჩაგიტენი მაგიდის სტილოს პირში. თეთა, სულ გაგიჯდა ეს, კაცო. აუ, ჯესახში რო არ ხარ ხოლმე მაგიდის სტილოს მიტენის პირში. გლობიო აღარ არის. ვინ შეჭამა? აი ხო მე შევჭამე. მაგრამ მე არაფერი გამიკეთებია. არა უშავს ხო ბავშვი იქ. აუ მე რას გადამიკიდეთ? აი всё ვიძინებთ ყველა. ანასტასიას გაიყოლე რა შენ ოთახში. გულით ცხოვრი და იპოეგზა. წვების თაზე შენა და ჭირდება. აუ სიმღერა როგორ დავივიწყო? ანასტასია, გინდა კარატესიდეთ ჩაგიტარო? გამიცელი სანამ მიხილები კიდე შეგრჩენია. იო. აი ამ წამ საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანი, გაიგე? აი მე გაჭედეთ კაცო რა, მე ხადა თავი ნუჩხუბობთ. მოჭება შენი ნაწილი. და რა სიმღერაა ეს? ამეკვია და კაცო, დილიდან ისიც არ მახსოვს სად მოვისმინე. კარატეზე მიმიყვან, ილეთებს ასწავლიან და ჩემი კლასელებიც დადიან თან. რა კარატე აიტეხე ხლა ვერ გავიგე, გაჩერდიო ოღონდაც რა. ვაიმე, სხვათა შორის ჩემ ბავშვობაში ასწავლე და ჩემი მეზობლის კაცი კარატეს სოფელში, ხო? იაძიმა ხერხეულიძე. ხო. ცოლი ყავდა სხვათა შორის რაღაც ესეთი იაპონური შესახედაობის და იტყუებოდა თურმე მთელი ამდენი წელი რომ ჩემი ცოლი სამურაების შთამომავალია. რაღაცა ლომიძე აღმოჩნდა მე ბოლოს ეგ ხალე. სხვათა შორის თიკო დადიოდა 3 წელი კარატეზე ბავშვობაში. ერთხელ თურმე 16 წლის რო იყო, ვიღაცა კაცი აიკიდა ღამე. კორპუსებთან სახში როცა მიდიოდა. ამაკიდე ესეთი ილეთი ჩაუტარა, რომ დილდის კაცი იპოვეს დაგორებული კიბეებზე. გამხარი ფოთლები ქონდა მიყრილი ზედო. ხო, არა, თავდაცვა აუცილებელია კაცო, გოგოებისთვის კიდე განსაკუთრებით. რა ვიცი, უკვე ესეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. მეც მინდა თავდაცვა და მაწარე რა კარატეზე, თან სახთან ახლოს არის სკოლისკენ. და მე ანასტასიას მოვერევი ხოლმე. იო. მაგას კიდე ერთხელ გააკეთებ და თიკოს ნასწავლს სასიკვდილოელი ჩაგიტარებ, გაიგე? იო. აი ეს უკვე ბოლო წვითი იყო. მე დამჭერ. შენ დახშეს თუ ხარ გიშველის. აუ გამი. იო. ნუ დაანგრიეთ კაცო სახლი რა ხდება? არაფერი. ჭკვიანად. მე დედეს სამანტყოფოში მივყავარ. რегі ხერია მერი, ნიმს დაგარჯობენ. რა? აუ ჯემაშა დამარჯობენ ნიმს.
არაო მარიკო ნემსი არ იქნება გატყუებს შენი და თან მეტროთი მივდივართ შენ რო გიყვარს შემდეგი სადგური დიდუბე. Next station დიდუბე. უკაცრავად სამთო ქიმიასთან როგორ მოვხვდე? აქ უნდა ჩამობრძანდეთ დიდუბეში ჩვენ აქ ჩავდივართ დიდუბე. ჩავედითო მარიკო ქალბატონო ირმა თქვენთან ვიყავით ჩაწერილი ანალიზზე მობძანდით. ოი რა მაგარი ბიცი მოგვიყანიაო. აუ აბა ნემსი არ იქნებაო ანა ჩემი ბიცი. ცოტა სისხლი უნდა ამოგაცალოთ. დაწეკით ყველა ძარცვა კარები დაკეტე დროზე პაიმე დედა რას აკეთებთ კაცო ხალხია აქ საერთო შემოვარდა ეს კაცი დაჯექი მეთქი დროზე არ გაინძრე დაჯექი მან რა დავჯდება რატია წარჩენილი ბანკომატში ჩამიყლაპავს კაცო დროზე მაშინ კოდი თქვი და გამოიტანე ფული კოდი და საგვარეულო ისტორიას მოგიყვები კიდე დეგენერატი ეს ბანკირი რომელია დროზე სალაროები გაიხსნას და ფული ჩაიდო სამჩანთაში უკაცრავად ბატონო მაგრამ მაგის უფლება არა მაგ მენეჯერის გარეშე სალაროს ვერ გავხსნი იმედი და ტაძრიდან თუ ძარცვაში მოვყვებოდი ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი ამას რა საიდან მოვარდა კაცო ეს იერარქიანი კაცი ესე გაშვებულია ქალს რა ოლეგი დაილაპარაკე მიდი როგორც კაცი კაც რა დაველაპარაკო გალო ეს სულელი ხო არა ხო დამაჭედა შუბში ტყვია კიდევაც სათამაშო პისტოლეტი კი გახსენი მეთქი სალაროები აი მე ბატონო რა ვერ გაიგეთ არა მაგ უფლება სანამ მენეჯერი არ მოვა გაუგებროთ ლაპარაკობ რა უბედურებაა კაცო ამ კაცმა როგორ უნდა გვაჯობოს ამდენ ხალხს ხო სოფო გოგო შემაგვიანდება ცოტა ბანკის ძარცვაში ვარ მოყოლილი გადი შემეთქი ტელეფონი დროზე კაცი ერთი ეგი არა ხიშანი ჭირი მე რა მე მოვიფიქროთ რა რამე როდემდე ვისხდეთ კაცო ასე არ ჩანს ახლა ეს კაცი ფიზიკურად ღონიერი სიმაღლე ამას არ აქვს და არაფერი როგორ დადის უგურ ვერ დავაგდებთ ახლა ამას იატაკზე ამ ჩანთაში ბლომათი მიწვია რაღაცები კაი წონა აქ კი უნდა იყოს მე მგონი ისმინე ახლა თავდასხმა გლდანში ბანკის ფილიალიდან შეიარაღებულმა პირმა ფულის გატანა სცადა, თუმცა მისი განეიტრალება იქ მყოფმა ქალბატონმა მოახერხა. თვითმხილველები მედიასთან კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. მეთი ხდება რა